ბრიგადა ძალიან გამოსალია, როდესაც გავიგებთ დღევანდელ შესაძლებლობას ისაგებენ ინგლისელი არბიტრები ძალიან დიდ პატივს ინგლისელებს მაიკლ რაილი, თავარი არბიტრი, შეხვედრით სიამოვნებით დაგეუნებთ ჩვენი kolegების ტელეკომპანიების ტელეპორტაჟებს და იცით ეს სადი ძალიან გამოსული, ძალიან კიდურესად წესიერი და აბსოლუტურად ობიექტური პიროვნება, როგორც ყველა ინგლისელი სადი და მეორე შეხვედრაში ინგლისელებს საჯობა ჩვენ წაგაგდება, ახლა მოიხსენებთ ორივე ქვეყნის სიმბოლოზე და შეხვედრაში. Kalbatonebo და ბატონებო, იტალიის სახელმწიფო ჰიმნი. Signore e signori, è il momento dell'inno nazionale dell'Italia. უშემატკივრებო, ჩვენი ფეხბურთელების გასამხნევებლად გთხოვთ სიმღერით ავკვეთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. ტექსტი იღილეთ ტაბლოზე. Kalbatonebo და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. Signore e signori, l'inno nazionale della Georgia. შესრულდა ეროვნული ჰიმნები და უკვე ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ დაიწყოს ეს საინტერესო მატჩი. სასიამოვნო ფაქტი, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, იქ სადაც
ზედა სექტორში გამოსახულია საქართველოს ეროვნული დროშა, მოსულ კომაგებს დახვდათ სპეციალური ფურცლები, რომლებიც აღმართვის შემთხვევაში გამოისახა საქართველოს ეროვნული დროშა, ეს უკვე რა თქმა უნდა ალამაზებს დღევანდელ მატჩს, ალამაზებს საერთოდ სტადიონს, გულშემატკივრობას და ასეთი რამე ხშირად გვინახავს უცხოურ სტადიონებზე, განსაკუთრებით ეფექტური ეს არის ნოუკამზე, როდესაც ბარსელონა თამაშობს და იქ უკვე მთელ სტადიონზე აქვს ანალოგიური პატარა დროშები, რომელთაც ნაირგვარ კომპოზიციებს ქმნიან. ალბათ ჩვენთანაც მოვა ეს დრო, როდესაც ესეც დაიხვეწება და ალბათ მთელი სტადიონი უფრო ლამაზად უქომაგებს ჩვენს გუნდს. ალბათ 2-3 წუთი დარჩა, კიდევ ერთხელ დავიმეორებ და არ მომბეზდება ამის გამეორება, ისტორიული მატჩის მოწმენი ვარ. ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრები მასპინძლობს 14 მსოფლიო ჩემპიონს, თანაც როდის იტალია 14 მსოფლიო ჩემპიონი იქნება 4 წლის განმავლობაში, სანამ სამხრეთ აფრიკაში არ დაიწყება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი. რა გავიდა 4 ნახევარია გასული მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრებიდან და ჩვენ გვერდო მეტოქეთ იტალიის ნაკრები, გვერდო მეტოქეთ ფინალისტი მსოფლიო ჩემპიონატის საფრანგეთი. დღეს ჩემი აზრით არანაირად არ მინდა რომ შეგაწყინოთ თავი, არანაირი სტატისტიკით არ მინდა შეგაწყინოთ თავი, არანაირი ზედმეტი მონაცემები. დღეს უნდა უყუროთ ფეხბურთს, დღეს უნდა გავწყოთ ფეხბურთს, დღეს უნდა უყუროთ და თვალი მივადევნოთ მსოფლიო ჩემპიონატს და დღეს საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატი. ამაზე დიდი გამოცდა ფეხბურთში არ არსებობს და ძალიან ცოტა ადამიანი, რომელსაც ალბათ ასე არ მიაჩნია, დაიწყება სულ მალე მატჩი, მაიკ რაილი დაიწყებს ამ ისტორიულ შეხვედრას, რომელი მოусმინოთ ჩემ კოლეგას ლევან სალუხაძეს, რომელიც გუნდური შემადგენლობას გადაწყდა. გამოცდას იწყებს 11 ქართველი ფეხბურთელი, კარს იცავს გიორგი ლომაია, თამაშობენ ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე, შაშიაშვილი, კანკავა, ცკიტიშვილი, მემთეშაშვილი, მარცვალაძე, ყურყელია, აშვეთია. და განლაგებას ჩვენ უფრო დაზუსტებით თუ ვინსა ითამაშებს ამას უკვე უშუალოდ მატჩის დროს გაგაცნობთ. ახლა კი იტალიელებს დავეცნოთ, კარს იცავს ბუფონი, თამაშობენ ოდო, კანავარო, ნესტა, პირლო, ბეროსი, პეროტა, ძამბროტა, კამორანეზი, ტონი, დინატალე. კაპიტანი გახლავთ ფაბიო კანავარო, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კი კახა კალაძე, მწვრთნელი კლაუს ტოპნიელერი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ხოლო იტალიელთა კი დონადონი. ახლა პირველი გზელი პასი ჩვენი საჯარიმოს მიმართულებით აქ კალაძე თამაშობს, კალაძე რომელიც ყველაზე უფრო კარგად იცნობს იტალიურ ფეხბურთს, იტალიის ნაკრების მოთამაშეებს და ალბათ ეს გამოცდილება მან გაუზიარა კიდეც ნაწილობრივ ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს და ნახოთ ახლა უშუალოდ როგორ უხელმძღვანელებს იგი თამაშობს. 4 მცველით არის საქართველოს ნაკრები, მარჯვნიდან თამაშობს შაშიაშვილი, ცენტრში ხიზანეიშვილი და კალაძე. უბრალოდ მარჯვნივ ხიზანიშვილი, ხოლო მარცხნივ კი თამაშობს გიორგი შაშიაშვილი. ყურყელია ცდილობდა აერთვა ბურთი ოდოსთვის, შემდეგ მოედნის ცენტრში კარგად თამაშობს კამორანეზი და ბურთი გადაიტანეს მარცხნივ. აქ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ პირდაპირ რეპორტაჟს წარმოგიდგენ ნახოთ ჯერესიერიში. ხიზანიშვილი ბურთით გადაიტანა მარჯვნივ. შეიძლება ალბათ ჩაწოდება აშვეთიას მისამართის ზავი მარცვალაძე, მაგრამ ბუფონი დაეუფლა ბურთს. კარგად დაიწყო ჩვენი ფეხბურთელებმა, პირდაპირ რეპორტაჟს წარმოგიდგენთ კაზინო აჭარა, ხოლო ტრანსლაციის სპონსორი გახლავთ საფაში ნატახტარი. ალბათ განმეორებით მიადევნეთ თვალე, ამ პირველ შეიძლება ასე დავარქვათ საფეხბურთო მომენტს, აქ თავარი ჩემი აზრით კიდევ ერთხელ თამაშგარ მდგომარეობაში ამგვარად ანტონიო დინატალე, ოთხის ანტონიო დინატალე და ლუკა ტონიო ორივე პალერმოს წარმოადგენენ. ლუკა ტონი პალერმოდან უკეთწოდა გადავიდა ფიორენტინაში და ძალიან კარგად იყვნენ თავის დროზე ეს ფეხბურთელები ერთმანეთთან შეთამაშებული და თუ გახსოვთ წინა შეხვედრაში უკრაინის ნაკრებთან მეორე გოლი ლუკა ტონის წინვალე შესრულებით და პასი გაუკეთა ანტონიო დინატალემ, ძალიან მიჭერმა და კარგმა ფეხბურთელმა, ყველაზე უფრო მეშინია სიმართლე გითხრათ ანტონიო დინატალესი დღეს და დანიელე დეროსის შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელი, როგორც სანდრო მაცოლამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ხოლოს ჩემგან მარცხნივ, ჩვენი საკომენტატორო კაბინიდან მარცხნივ ვიყავს რეპორტაჟი სანდრო მაცოლას. აქ საფეხბურთო მომენტი შეიძლება დავარქვათ ამ ეპიზოდს, არა გავიდა ბურთი, ყველაფერი დაწყნა და სანდრო მაცოლა ესაუბრება იტალიელ გულშემატკივრებს. 17 ქვეყანაზე მიდის ტელეტრანსლაცია საქართველოდან, ძალიან დიდი ინტერესია ამ მატჩთან დაკავშირებით. სანდრო მაცოლამ აღნიშნა, რომ ძალიან დიდი იმედია ხალხს მომავალი იტალიური ფეხბურთის და ნაკრების არის დამოკიდებული დანიელე დეროსიზე, ჩაწოდება კუთხურიდან, ფაბიო კანავარო არა
ხელი შეუშალა ახლა დოროსი პროფესორის კანავაროს იმაზე ალბათ არ ვისაუბროთ ვინ აკლია იტალიას ვინ გაკლია ჩვენ აი ეს 22 ფეხბურთელი მოედანზეა გამხმარე ძალა საფეხბურთო კასკამზეა როგორც დავიწყეთ ასე დავიწყეთ უკუნ დღეს არ გამოვა თამაშობ საფეხბურთო ჩემპიონატზე აქ იტალიელები იქნებენ შეიძლება მათაც აყლიათ რამდენიმე გამოცხადებული ფეხბურთელი ჯენარო გატუზო ალბათ ყოველს გინდოდა ჯენარო გატუზოს ნახვა მინდორზე არ გამოვიდა დღეს მარკო მატერაცი ალბათ ვიხილავთ თუ გამოცვალა რობერტო დონადონი მეორე ტაიმში რომელიმე ფეხბურთელი აქ კი მოედნის ცენტრში ჯარიმა იტალიელები ბურთით კიდევ ერთი თამაშგარი მდგომარეობა უკვე მესამე სკუადრა აძურას ფეხბურთელები ოფსაიდში ლომაი არ ჩქარობს პირველ კუთებში ალბათ სიდინჯი უფრო ჩვენ ფეხბურთელებს მართებთ ვინაიდან როგორც უკვე არაერთხელ სოფლიო ჩემპიონატში ეთამაშებით იქ ხიზანიაშვილს გაუგორა ბურთი ოთარ ხიზანიაშვილი მას ძალიან დიდი დრო გაუჩნდა ტრავმის გამო იგი ფრაიბურგის ღირსებას იცავს თავისუფლად რუსეთში თამაშობდა მოსკოვის დინამოში ყველაზე კარგი სეზონი კი მას ალბათ რუსეთის დინამოში ჰქონდა იესიშვილის დროს როდესაც მან აკლითა ფორმა რომელიც მან მოსკოვის სპარტაკში უფრო ყოფნის პერიოდში გააკეთა მეთეშაშვილი უკან აბრუნებს ხიზანიაშვილი კახა კალაძე საკმაოდ წინამოდიან იტალიელი ფორვარდები და აწუხებენ საჯარიმოს მისადგომებთან ჩვენ ფეხბურთელებს ალბათ აი ამ პირველი ამოცანა პაუსტოკნელის იქნება რომ სწორედ აი ამ პრესინგს გააღწიონ თავი და შემდეგ უკვე მეტოქს ნახევარზე დიდი სივრცე გამოიყენონ ჩვენ ფეხბურთელებმა ახლა აშვეთიან ვერ შეძლო ბურთის დამორჩილება მაგრამ აქტიურობს აშვეთია გამოიტანეს ბურთი იტალიელებმა კანკავა ასეთ შექმნები ფეხბურთელი ძალიან იშვიათად მოდის იტალიას მასიმო დონო მოიშარა ბურთი საჯარიმო მოედნიდან და ბურთი მივიდა იქ მოედნის ცენტრში გადაკანკავას ჩვენები შეტევაში პირველია თავი ნამდვილად დაგვამახსოვრა ფინალის თამაშა შეშოვიდა საფრანგეთის ნაკრებთან შესანიშნავად ითამაშა ასევე უკრაინის ნაკრებთან როგორც თითქოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ მეორე ასე იტალიასთან თამაში ბურთს უნდა გაუფრთხილდეთ არ არის პრობლემა დავაბრუნოთ უკან კალაძე ხიზანიაშვილი წინ პასი აშვეთია კერდით უგდებდა პარტნიორს მაგრამ არ გამოვიდა ეს პასი და იტალიელები ბურთით ერთადერთი პირდაპირ გეტყვით ახალგაზრდიანი მაკლია ჩვენ ბატონო გოგიტა გოგუა გვაკლია რა თქმა უნდა მაგრამ მე შოთა არველაძე მაკლია ამ თამაშში რომელიც კანავარო ნესტას წინააღმდეგ შოთა არველაძის გამოცდილება მისი ნიჭი მისი ტალანტი და შესანიშნავი კარიერა რომელიც სამფეხბურთელმა დაიარა ნებისმიერ გუნდში ტრაბზონიდან დაწყებული დამთავრებული ალკმარი დღეს შოთა არველაძე ნამდვილად კიდევ კარგი არ გვაკლია კახა კალაძის რომელიც ასევე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებში გრძელი პასი წინ აშვეთიას მისამართით მის წინ ნესტა აუტს ქართული ფეხბურთელები ჩააკნეს ესეკანეთი კი დონადონი იტალიასთან მელი შეიძლება ითქვას რომ ამ პიროვნების ბედით გრონდულ თამაში კიდია ვინაიდან ისედაც კრიტიკას იმსახურებს უკვე მილანის ყოფილი ნახევარმცველი და ლივორნოს წვრთნელი წარსულში ახლა უკვე სკუადრა აძურას ჩემპიონები და ეს დღევანდელ შეხვედრაში რომ წაიფორცხილოს შეიძლება უკვე მისი გადაყენების საკითხიც დაესწროს ეს იყო პირველი დარტყმა იტალიელთა კარის მიმართულები ჯაბა კანკავა კლაუს ტოკნიოლერი თქვენს ეკრანებზე ჩვენი იმედი დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთი ძალიან საინტერესოა რობერტო დონადონის ისტორია შევხედეთ ამ შეტევას არის ყოფთამაშგარი მდგომარეობა დინატალე წინვალე გადაცემული დინატალე ალბათ ტონიზე გააკეთებს ყოველთვის აი ესეთ პასებს არა გადავრჩით სტრაფი კონტრშეტევის გუნდი იტალია როგორ მოგწონს ჩვენ უძლებელს კონტრშეტევაზე ვეთამაშოთ აქ შეცდა მაიკ რაილი რომელმაც ისე დრო შეაჩერა შეხვედრა როცა კვირკველია გადიოდა გარღვევაზე ეს უკვე განმაშავის სასარგებლო ჯარიმა იყო ინგლისელი არბიტრები როგორც წესი ასე არ იქცევენ პირიქით დიდხანს აცლიან ხოლმე თამაშს ფეხბურთელებს კალაძე გზავნის წინ სკიტიშვილის მისამართით არაზუსტად და უკვე იტალიელები საკუთარ ნახევარზე აკონტროლებენ ბურთს დავამთავრებ დონადონიზე 2006 მინდა მოგახსენოთ რომ საოცრება მოხდა როდესაც აქ კიდე მომენტი ჰქონდა ჩალტერის გადაცემა მაგრამ არ გავიდა ჩვენი შეტევა რობერტო დონადონი თამაშობდა მილანში შემდეგ დონადონი როდესაც დაამთავრა კარიერა იყო მწვრთნელი ლივორნოზე და მილანზე დაპირისპირებული გუნდი იტალიის ჩემპიონატში არ არსებობს ლივორნო გადმოვიდა 2 წლის წინ სერიაში
ძალიან კარგად თამაშობდა, მოხდა ორჯერ 7-ში იტალიის ჩემპიონატის. და მოუგო კიდეც მილანს მაშინ დონადები. მილანთან არ აგდა ლივორნოს გადმოსვლის აზრი იყო მილანის დამარცხება. ხოლო მეტი აზრი ლივორნოს არ ქონია, ლივორნო არის სახელგანთქმული ქალაქი იმით, რომ აქ დაიწყო იტალიური კომუნისტური პარტიის ჩამოყალიბება, თავის დროზე ცნობილი ენრიკო ბერლინგუერი, იტალიის კომპარტიის გენერალური მდივანი დაბადებულია ლივორნოში, წინა პრეზიდენტი ჩამპი დაბადებულია ლივორნოში და ცხოვრობდა და ყველა თამაშს ესწრებოდა, ტელეკომპანია იმეც ჰქონდა ბედნიერება, რომ გადმოგვეცა 2 სეზონი-ნახევრის მანძილზე იტალიის ჩემპიონატის და დღემდე მიმაჩნია, რომ სერია მსოფლიოში უძლიერესი ლიგაა, რაც იმან დაამტკიცა, რომ იტალია გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ასე რომ აი დონადონის მწვრთნელობა და აი დაპირისპირება მილანთან უბრალოდ კაზუსად ჩავთვალეთ, დღეს იგი იტალიის ნაკრებში დგას. ძალიან ძნელია, როდესაც ჩაიბარებ გუნდს ლიპისგან და ჩაიბარებ მსოფლიო ჩემპიონს. ასე რომ დონადონის მიმართ ალბათ კრიტიკა ჩვენ არ გვეწიფება, ნახოთ თვითონ იტალიელებმა გადაწყვიტონ მისი ბედი აქ კი აუტი. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად არის. ჯერჯერობით ისეთი თამაში მიდის, როგორიც ჩვენ გვაქვს. სტამორანეზი გზავნიდა ბურთი დინატალის მისამართით, არაზუსტად დარტყმა ყარიდან. ჯერჯერობით მართლაც მიდის თანაბარი თამაში პირველი 9 წუთი. გვაქვს გამოცდილება იტალიელებთან თამაში. რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ, როგორც ირკვევა გრანდებთან ჭიდილში გამოგდის თამაში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, მართალია ფულები არ აქვს ბევრი დაგროვებული, მაგრამ ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი. კარგად გაითამაშა პირკველი მასვეთიასთან, მაგრამ მისი პასი შაშიაშვილის მისამართი ოდნავ ძლიერი იყო, შაში ბურთს ვეღარ დაეწია და ახლა საკუთარ ნახევარზე ნესტა და კანავარო ათამაშებენ. შაშიაშვილი კი რაღაც თქმა უნდა ბრუნდება თავის პოზიციაზე და იკავებს მარცხენა მცველის ადგილს. სხვათა შორის შაშიაშვილი ერთი საოცარი რამ მინდა გითხრათ, თამაშობს ოდესის ჩერნომორეთში ისევე როგორც ილია კანდელაკი. და იქ ძირითად შემადგენლობაში ოდესის ჩერნომორეთში აი ამ პოზიციაზე სადაც შაშიაშვილია არის ილია კანდელაკი. ეს კანდელაკი საკუთარ იგოთა შორის არის, ხოლო შაშიკი მოედანზეა. აი ესეა ყველამ თქვენს თავის შეხედულება აქვს, ეთყობა ტოპ-ნოლერმა ჩათვალა, რომ მან უკეთ მოუნახა გიორგი შაშიაშვილის ადგილი და ის ამჯობინა დღეს ილია კანდელაკს. კიდევ ერთი თამაშგარე მდგომარეობა უკვე მეოთხე თუ ვახცებით ხელოვანის შეხვედრაში. ზამბროტა ერთვებოდა იქ იერიში იმაზე ადრე, ვიდრე ეს წესებით არის დაშვებული. ლევან, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თქვი არ ვაპირებ არაფერზე წუწუნს, ну რაც არის ასეა, ასეთი შემადგენლობა, მაგრამ ეს არ არის ის შემადგენლობა, ალბათ რომელთაც ჩვენ უნდა გვეთამაშა მოკლედ მსოფლიო ჩემპიონთან ტრამვების სპეციალური ბარათების გამო. აი იტალიელების შეტევა პირლო ზედმეტი მოინდომა პირლო. უკეთესი ვარიანტი ჰქონდა, ძალიან მოკლე პასი წინ და შეიძლება და საფეხბურთო მომენტი, მაგრამ ჩვენთვის უკეთესია პირლოს ეს 2 წუთი და მეტი წუთი გადაწყვეტილება. აი კიდე შეიძლება თამაშგარე, არ არის თამაშგარე, ლუკატონი აიტონის უნდა ეთამაშონ ძალიან მსხვილად, ძალიან მსხვილად. თანამედროვე ფეხბურთში დათვლილია, რომ თითქმის 70% გოლების გადის მაშინ, როდესაც საკუთარ ნახევარზე კარგავს ესა თუ ის გუნდი ბურთს, ასე რომ მით უმეტეს იტალიელებთან, რომლებიც სერიას თამაშის ვიცადენ თვალს, აი ამაზე არიან ჩასაფრებული, რომ რომელიმე გუნდმა შეცდომა დაუშვეს მოედნის ამ მონაკვეთში, თითქმის ყველა შეტევა გოლით თავდება, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს სწორედ საჯარიმოს მისადგომებთან. მენთუშაშვილი დაეძა წინ, კიდევ ერთხელ დაკარგა ბურთი, კამორანეზი უკან ნესტა თამაშობს. აი ესე დინჯათ ათამაშებენ ბურთს საკუთარ ნახევარზე იტალიელები და რომ ვთქვათ, რომ მაღალ ტემპში ცდილობენ ისინი თავიდან შემოგვიწიონ, ალბათ არ იქნებით მართლობა. ჯერჯერობით კლასის დემონსტრირებას ახდენენ და ცდილობენ, რომ აი ამ კომპონენტში გაჯობენ. ნახოთ რა გამოუვათ. ჯერჯერობით ერთი სქემა იტალიელებს წინ წაწეულია ლუკატონი ცენტრში გამოკვეთილი ტარანის ტიპის თავდამსხმელი, ნუ აძლევს ამას თავის გაბარიტების საშუალებას და ძირითადად მარცხნიდან აი დინატალეს და ტონის დუეტი, აი დინატალე ცდილობს ლუკატონი გაიყვანოს დავღოვაზე, მან და მაინც არ აქტიურობს პეროტა და პეროტა არის ძირითადი შემტევი ნახევარმცველი, ხო დეროსი კი ბატონო 10 ნომერი, მაგრამ დეროსი მაინც საყრდენია, უკან თამაშობს. ასე რომ თუ პეროტა არ გააქტიურდება პირლო, ნუ დინატალეს და ლუკატონის რომელიმე მიხედავს პირკველია კუთხური. ყველა სტანდარტი. დღეს ისეთი თამაში გვაქვს, რომ ჩვენ უნდა დავემსგავსოთ იტალიას. იტალია არის გუნდი, რომელიც ყოველთვის მინიმუმიდან მაქსიმუმს იწევს. აბსოლუტურად ნებისმიერ მომენტს იღებს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერ მომენტს, რომელიც კარტა მიახვევის საშუალებას გვაძლევს.
გეთანხმები ნებისმიერი სტანდარტი, ნებისმიერი უთვისწულება ჩვენ რაღაცნაირად ლოგიკურ დასაწყისამდე უნდა მივიყვანოთ. არა, კარგად თამაშობს კანავარო ნესტას ეთამაში საკუთარ საჯარიმოში ურთულესია. ცკიტიშვილი ბურთით მარცვალაძე ნახოთ რა სიზამს ჩვენი ახალგაზრდა გარემარბი, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა გერმანელებთან თამაშგარეში ტონი იყო თამაშგარე. რა თქმა უნდა. ჩვენი რაპორტიდან სადაც ჩვენი საკომენტატორო კაბინა ზუსტად ჩანს აბსოლუტურად ვეთანხმები ჯერჯერობით ინგლისელ ლაინსმენს, ყველა თამაშგარე ზუსტად დააფიქსირა. კახაკალაძე ხიზენეიშვილი, ცკიტიშვილი გადადის მეტოქის ნახევარზე. მარცვალაძე იხსნებოდა, აშვეთია მისკენ გზავნილებით. მარცვალაძემ გერმანელებთან შესანიშნავი შორეიდი განახორციელა. ძალიან კარგად ითამაშა გერმანელებთან. მე საერთოდ ძალიან მომეწონა გერმანიის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი, რომელსაც არაფერი ეთყობოდა ამხანაგურის, არ ვიცი ხა თქვენ მოთხოვა თავის გერმანელ მეგობრებს, რომ სერიოზული გამოჩნდა მოეწყოთ საქართველოსთვის. აი ესეთ ამხანაგურ მატჩებში გაიზრდება ალბათ საქართველოს ნაკრები, ისწავლის ფეხბურთს, მიხვდება რა სასწავლით ვერ აქვს, მაგრამ მიხვდებით რას ნიშნავს უმაღლეს დონეზე ფეხბურთის თამაში. ის პოდოლსკის საქციელიც ხდება, გახსოვს ბეკჰემის საქციელი, გახსოვს უამრავი მსგავსი მარადონაზე რო არაფერი არ ვთქვა. აი ასე გეთამაშებია ფეხბურთი, შენც ასე უნდა იყოს გზა ფეხბურთის სათამაშო. რა თქმა უნდა ფეხბურთი შედგება ოდიაშვილი მაკლია კიდე დღეს ძალიან ბრწყინვალედ ითამაშა გერმანიაში. რა თქმა უნდა, ვახტანგ ფეხბურთი თანამედროვე მოთუნეთე შედგება არა მხოლოდ ბურთის ფლობისა და ამა თუ ტექნიკური ილეთის შესრულებისგან, არამედ აი ყველა იმ კომპონენტისგან, რომელიც შენ ჩამოთვალე თავისი პროვოკაციებით, უხეშობით, საჯიშეცდომებით და ასე შემდეგ და აი ეს მთლიანობაში წარმოადგენს დღეს მატჩს. ასე რომ ყველა ამ წეს უნდა შევეგუოთ, ამინც და ასე შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერისთვის გზად უნდა ვიყოთ, აბა ფეხბურთი თამაში აღარ არის ფეხბურთი. სხვა რამე გახდა უკვე ზიდანი მატერაცის თემაზე აღარ მინდა საუბარი. ნესტა აკეთებდა გადაცემას. პეროტა მიუხვეშა, სიმონე პეროტა მოუხდა ბოდიში, ქართულ ფეხბურთელს, მოგებრივია. შაშიაშვილი წააქცია, ამოდგება ალბათ შაშიაშვილი. ყველაფერი წესრიგშია, პეროტა არ არის უხეში ფეხბურთელი, გახსოვს ალბათ ლევან თავის დროზე, როდესაც ჩვენ რეპორტაჟები ჰქონდა იტალიის ჩემპიონატის, წინავდა პეროტა კიევოში და კიევო აი გაიფრთხინა პეროტას და დელნერის შესანიშნავი ცოტა გაუჭირდა რომასთან შეგუება პეროტას. დაიკარგა წინა სეზონი რომამ როდესაც 11 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა საქართველოს პეროტას დამსახურება დეროსი პეროტა ტოტის დამსახურება იყო საოცარი სამკუთხედი რომასი. მე კიდე ერთ რამეს ვეთქვი ქართულ გულშემატკივრებს, ჩემი აზრით მიმაჩნია რომ რაღაცნაირად ვიცი ცოტა იტალიური ფეხბურთი მიმდინარე სეზონში სკუდეტოს ყველაზე რეალური პრეტენდენტი რომა უნდა იყოს. ხიზანიშვილი კანკავა სწორედ პეროტა ეთამაშება მას, წინ გადაცემა მარცვალაძის მისამართით დაიკარგა ბურთი სამწუხაროდ და იტალიელი ბურთი ჯარიმა დააჩერა მაიკლ რაინი შეხვედრა და ძალიან კარგი ჟესტი გაუხსნა მარცვალაძის, რომ მსგავსი არ უნდა გამოერგოს, არ მისცა ყვითელი ბალანი. განმეორებით ეს ეპიზოდი ჯაბა კანკავას. საერთოდ კანკავა გახავთ ხისტი მოთამაშე. ტიპიური ჩამოყალიბებული საყრდენი ნახევარმცველი, მან 18 წლის ასაკში მოიპოვა ქართული გულშემატკივრის სიმპათია, როდესაც გახსოვთ ალბათ თბილისის დინამომ წინვალე სეზონი ჩაატარა ევროთასებზე, მოხვდა უეფას ქვეჯგუფში და მაშინ ძალიან დიდი წვლილი ამაში მიუძღვა და კანკავს, რომელიც არამარტო ჩაშალა მეტოქის შეტევები, არამედ გოლებიც კი გაიტანა. აი შორი ნაწილიდან დარტყა და ანგარიში გაიხსნა, შეცდა ლომაია, შეცდა დეროს. აი ესეთი მოულოდნელი გოლი, რასაც სრულიად არ ვიმსახურებთ. ნახოთ განმეორებით, სხვა რა დაგჩენია. დაახლოებით 35 მეტრის უმცირე ტარამდე, არა მეტრი. ხო, აი ეს 35 მეტრი. რიკოშეტი არ ყოფილა ცენტრში მოდიოდა ბურთი, აი დანიელი დეროსი. უბრალოდ დაარტყა და ეპიზოდში სხვა გაგრძელების შანსი არ ჰქონდა, თვითონაც გაუკვირდა გოლი რო გაიტანა, დააკვირდა საფეხზე. ვიოლოცა სასწავლებს ბუნებრივია მეუღლეს. ჩამოდული ჟესტი ვიცით. სიუწყალი გადაგვასხას. არანაირი ლოგიკიდან ეს გოლი არ გამომდინარეობდა.
ისევე როგორც ვახტანგ ფრანგებთან მატჩის დაიწყო ფაქტიურად ხო ვერ ვიტყვი რომ ჩვენი უპირატესობის მაგრამ აქტიურობდნენ ქართული ფეხბურთელები არაფერი ცუც არ გიქადდა და აი ესე ცივი შხაპი გადაგვასხა მაშინ მალუდან ახლა კი ხო არ მინდა საუბარი ეწყინება ვიღაცას ამ დოკარეებზე მაგრამ რა ბოდის ფიქრი ყველასთან გავაგრძელოთ ასეა ვაგებთ ერთი თავს ბატონო ერთი თვისთვისაც გზად ვიყავი წაგებისთვის და ცოტა მეტი ანგარიშისთვის მაგრამ არ გამომდინარეობდა არანაირი ლოგიკიდან ეს გოლი პირველი ფაქტურად პირველი დარტყმა რა მანძილიდან კარგად ნახეთ და 0-1 ხალხოთ ისინი გამოასწორონ თამაში ქართულმა ფეხბურთელებმა თამაში არ ჭირდა არაფერი განუსასწორებელი ანგარიში გამოასწოროთ იქნებ დინატალეს მისამართის ძავნია გულს ხიზანიშვილი მის წინააღმდეგ ნახოთ მისი აჯობებს დინატალემ გადმოიტანა გული ცენტრისკენ შემდეგ კამპურაკეს და ძალიან კარგი ყვითელი ბარათი კანკავა მიიღო ყვითელი ბარათი აბსოლუტურად ხელით თამაში გასაგებია კანკავას აპატია იქ საძმა და გააფრთხილა შემდეგზე უკვე აი ეს განმეორებით ეს ეპიზოდი დანიელ დევოსი კომენტარის გარეშე პირლო ვეთი ცელი რო დაგებოდეს იქ არის ხალხზე ალბათ უკეთესი იქნებოდა არა პირლოსთან საოცარი დარტყმა აქვს და არა მაგ არაფრის იმედი და ჟუნინიო და პირლო ალბათ კი დღევანდელი გარიმების საუკეთესო შემსრულებლები აი ამაზილიდან გაიტანა და ახლა არა უფრო შორიდან დინატალე თამაშგარენ მდგომარეობა მაგრამ რომაია ამჯერად აიღო რა თქმა თამაშგარი მდგომარეობა ნახოთ განმეორებით კი იყო ოფსაიდი სხვადასხვა პირლოს და ჟუნინიოს რაღაც თავისებური მეთოდი აღმოაჩნდათ საჯარიმო შესრულებით წერდნენ კიდეც ისინი ამის შესახებ არ ვიცი რამდენად გულწრფელი იყო მათი საუბარი მაგრამ აღნიშნავდა პირველ რომ 3 თითი უნდა მოარტყა ფეხის დარტყმის მომენტში და რაღაც სპეციალურ ტრაექტორიას იძენს ბურთონ ეს უკვე იმ დონეზე არიან და ისეთ რაღაცებს საუბრობენ რაც ალბათ თეატრალური გასაგები არ უნდა იყოს რა თქმა უნდა არა იტალიას ვეთამაშებოდნენ სოფლიო ჩემპიონს და ფორამიცე არის გოგება პაუზა მატჩი შეხვედრის არბიტრი ფესეტრანებზე მაიკლ რაილი ძალიან გამოჩდილი ოფიციური საჯი ჯერჯერობით ალბათ პრეტენზია მის მიმართ არც ერთი გუნდის გულშემატკივრებს არ აქვს და ეს დეროსი გადამული გოლის ავტორი ფაბიო კანავარო შეიკრიბნენ მეგობართან ანდრეა პირლო იქ არჩანს მიიღო ტრავმა ალბათ სერიოზული არ იქნება და დონადონის სერიოზული ტაქტიკური ცვლილებები არ გაჭირდება აი ანტონიო დინატალე კონსეკრანებზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფეხბურთელი რომელიც მარცხენა ფლანგიდან ცდილობს საქართველოს ნაკრების გაწვის გარღვევას კანავარო მარცხენა ფიზიკურად ამდენი წყალი იყო საჭირო მაგრამ ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან ბუნებრივია თორსები ჯამბროტა მიიღო ეს დაზიანება ქართული გულშემატკივრები შესანიშნავი ეროვნული სიმბოლიკით ფაქტორის მერან ჯამბროტა უნდა იყოს ეს ჯამბროტა დაგვიკავშირდა ძალიან ბევრი გულშემატკივარი იგივე რუსეთიდან რომლებიც ადევნებენ თვალს და აპირებენ გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებს რუსეთიდან იგივე აფხაზეთში მცხოვრები ქართველების და აფხაზების რომლებიც ბედის გამო დღეს რუსეთში მოღვაწეობენ და ყველამ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნაკრების მიმართ და ტელეკომპანია იმედს ადევნებენ თვალს და უყურებენ ამ შესანიშნავ დაპირისპირებას. ნუ ვაგებთ 0-1 ნახოთ 22 წუთია ჩვენ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და იქ როგორ დამთავრდება ეს შეხვედრა რთული საქმეა. კავაძე ბურთით არა დაუტოვა ლომაიას იქ აქტიურად სარბენ-ბილიკებზე დავინახე ვარჯიშობს სტეფანო მაური ნახოთ ჯამბროტა ვერ გააგრძელებს თამაშს და მაური შეცვალა მიმდინარეობს 23 წუთი სკიტიშვილი თქვენს ეკრანებზე გამოცდილი ქართული ფეხბურთელი რომელიც ლევის მანძილზე ფრაიბურგში თამაშობდა იყო
ვოლფსბურგში, შემდეგ კი უკვე პანიონის გასაყვას იცავს და ის საბედნეთში განაგრძობს კარიერას. აუტი ხიზანეიშვილი, ორი ფეხბურთელი, რომელიც ბოსკამპის პერიოდში გამოჩნდა ეროვნულ ნაკრებში, მე ვერ ვიტყვი რომ ბოსკამპმა აღმოუჩინა ისინი ქართულ ფეხბურთს, ვინაიდან ისინი უკვე სტაბილურად თამაშობდნენ ახალგაზრდულ შემადგენლობაში, მაგრამ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გააკეთა ის, რომ 18 წლის ბიჭებს ენდო და ძირითადად შეათამაშა. წინვალეთ მიიღო ბუთი ჯაბა კანკავა, მით მართლაც ეცნება, არა უკან დაუბრუნა ხიზანიშვილს, ისევ კანკავა და ცადობ და კარის მიმართულებით დავაწყდა, არ არის თამაშ გამომგზავრება. გაშოთია მაკოხაზარიმო მოედანში, აქედან კვირკველია გამოეშალა, შევიდა საზღვარზეა სადარემო მოედნის. ნახეთ, ჩავატოვეთ მე. არა, ჯარიმა. იქ შეფერხდა შეყოლა, აცალა ინგლისურმა არბიტრმა კანკავას, მაგრამ როდესაც მან ჩაწოდება ვერ მოახერხა, უკვე დააფიქსირა ჯარიმა, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები შეასრულებენ მარჯვენა ფლანგიდან დათო კვირკველია ჩაადგეს. საკუთარ მრავლად არიან უკვე 5 ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოში, ნახოთ ჩაახოს ალბათ მეკარის მოედანზე კვირკველია. გამორბენი შეიძლება კარში დაწმა. არა, გამოიტანეს ბურთი, ტონი თამაშობდა იქ სოლის პოზიციაზე, გრძელდება ქართულ ფეხბურთელთა იერში, აშუეთია, შაშიაშვილი, დარტყმა! ერთი! გიორგი შაშიაშვილი! ერთი! სწორიდან დარტყმული შეუპასუხეთ შაშიაშვილმა, წინვალე დარტყმა შეასრულა. აი პოპულარმა გამოიწვია. ჩერნამორეთის მწვრთნელმა იდარგეს, რომ შაშიაშვილს მარცხენა ფეხით, უხერხული ფეხით გიორგი შაშიაშვილმა გაათანაბრა ანგარიში პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონის კარში ჩვენ სტადიონზე. 1-1 მოვახერხეთ, გავათანაბრეთ, არა უშავს, თავიდან უჩვენე. ნახოთ 25 წუთი. შესანიშნავად გაითამაშეს ამ ეპიზოდში ქართველებმა ბუთი. არა, უდულური იყო აქ ბუფონი. წინვალედ დაუჭერა შაში. ძალიან ლამაზი გოლი. 1-1. იშვიათად მახსოვს შაშის მიერ მარცხენა ფეხით შესრულებული დარტყმა, მაგრამ ერთი იყო და საუკეთესო. 1-1. ბატონო, ვეთამაშოთ იტალიაში. 1-1. ახლა თავარი არ მოვძუნდეთ ის მახსენდება ეს უკრაინა გატანილი გოლი და ერთ წამში გასებული გოლი, არა. პირლო. შეასრულებს საჯარიმოს. ლუკა ტონია პირველ რიგში. ალბათ მისახედი ჩაწოდება. ჯარიმა. იქედან მოვიდა კანავარო, მარცხენა ფრთიდან უყვარს კანავარო საერთოდ ეს შემოპარვა საჯარიმოში არ არის მაღალი, გაცილებით დაბალია ვიდრე მისი პარტნიორი ნესტა, მაგრამ წინვალე ნახონია კანავაროს. აქედან გამომდინარე ყოველთვის საფრთხეა. დაჯარიმდა დეროსი საფრთხემატება, გახსოვთ ალბათ დეროსი საფრთხემატება ფაქტურად ვერ ითამაშა, რადგანაც აი მიწაშობისთვის პირველი თამაში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან დააგდეს, აქ კი შანშიაშვილი შევიდა ალბათ ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მან გოლი გაუტანა ბუფონს და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონი. მეოთხე ქართველია ვინც ბუფონს გაუტანა, ესე იგი ახალგაზრდულში კიკნაძემ და ქებაძემ, ეროვნულში გახოკიძემ და ახლა უკვე გიორგი შაშიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონებს შესანიშნავი გოლი შეუწყია. 1-1. ძალიან საინტერესო პირველი ტაიმი. აი ამ ავიმსახურებით რა ლევან პირველი ტაიმის წაგებას არანაირად. კარგ ხასიათზე ვართ, რახან გავათანაბრეთ და აი ესეთი რამე კამათი მიდე შემოვიდა 0-0-ს მე მგონი ჯობდა ეს ერთი. არა 0-0-ს ეს ერთი. ირწმუნეს რომ შეიძლება გოლის გატანა. შეიძლება ამასაც თამაში და ხალხი დათმა, აბარა. არგიერას კარგად თავდება, იმედი ვიქონიოთ რომ ეს თამაშიც ესე კარგად დასრულდება. აუტი. არა, დროზე გავათანაბრეთ. ოდო კამორანეზი, პასი, ცხიტო, შემდეგ კი უკვე კვირკველია იგერიოს ბურთს აუჩი. მასიმოოდო. ვაფშე საფრთხე გახლავთ. ძალიან კარგი ფეხბურთელი, საქართველოს უკრაინასთან ოდომა იყო თავის თავზე შეასრულა 14 მეტრიანი, ძალიან კარგად და დაიტანა პირველი გოლი უკრაინის ნაკრების კარში. მასიმოოდოს გოლის შემდეგ უკვე პრაქტიკულად ნათელი იყო, რომ იტალიელები უკრაინელებს მოუგებდნენ და დონადონი თავის ადგილს შეინარჩუნდა. ისევ პირლო, რამდენიმე წუთის წინ შეასრულა აქედან ჯარიმა პირლომ, როდესაც შემდეგ კანავარომ დაარღვია თამაშის წესი. პირლო ლუკა ტონი
და კამორანეზია ძალიან საშიში საჯარიმოში თამაშგარის ზღვარზეა კამორანეზი მაიკ რაილი ძალიან სწორად დაიკავა პოზიცია ინგლისელმა არბიტრმა არ არის თამაშგარე ფრთხილად ხიზანეიშვილმა გვიხსნა მოიგერია ბურთი ააცალა თავიდან ძალიან კარგად ნესტას ნახოთ განმეორებით და ძალიან მომეწონა ნესტას აქციელი აი დააკვირდით თუ ეს განმეორებით გიცნეს პირველი მივიდა წამოაყენა აქციული კახაკალაზე ერთად თამაშობენ მეგობრები არიან დარწმუნებული ვარ და აი ნესტამ მოაყენა კახა პირლო ჩაწოდება კანავარო პასს უკეთებდა პარტნიორებს საშიაშვილმა გამოიტანა და მარცვალაძე არა ვერ გაიქცა ეხლა ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ვახტანგ დამეთანხმები თუ არა გაშვებული ბურთის შემდეგ თვითონ გამწარდნენ გაცეცხლდნენ იტალიელები და შემოგუჭიეს სხვა ფეხბურთი დაიწყო 0-0-ზე ასე არის არა 0-0-ზე თვითონ გვეპარებოდნენ და ეხლა უფრო გახსნილი თამაში დაიწყეს ნახოთ დაიწყება ვის რა უფრო აწყობს ყოველ შემთხვევაში გაგერებით ერთ-ერთია სპიტო ანკავა ირკო ელიას მისამართის გადაცემა არა მასიმო დეთამაშო ზუსტად ხილებს ირკოელია ჯერჯერობით უკან მოუხედავად წინ წასვლას ვერ ბედავს ეთყობა დავალებაც აქვს ასეთი ასეთად უკან აქვს ძირითადი ყურადღება ჯარიმა წააქციეს ტონი და მეორე ყუთელი ბარათი შაშიაშვილის ყუთელი ბარათი გოლის ავტორი შაშიაშვილი გააფრთხილეს ისეთი გოლი გაიტანა ამ ყუთელ ბარათს ავიტანს დარწმუნებული ვარ ეს გოლი არაერთ ვიდეო გოლს დაამშვენებს მომავალში აუტი ქართული ფეხბურთელები განაახლებენ თამაშს ამას გააკეთებს ზურაბ ხიზანიშვილი ჯერჯერობით ფეხბურთს თამაშობს კანკავა თავით შემდეგ აშვეთია მიიღო მოიგერია წინ იტალიელები უკვე დაფუძდნენ ჩვენს ნახევარზე ამასაც გამოყენება უნდა არა უშავს უნდა ვეთამაშოთ ახლა იტალიის ნაკრები შეგიტოს მსოფლიო ჩემპიონია ფავორიტად არის ჩამოსული სამისულა ჰაერი უწირდება შეგიტოს აბა რა ხიზის შემიტიოს ვითამაშოთ ფეხბურთს რაც შეეხება ახლა იმ ლეგენდას მიც რაც კიდე უწოდეთ ცნობილ იტალიურ კატენაჩოს რომელიც ინტერში შეიქმნა ელენიო ერერას დროს და რომლის ერთ-ერთი მონაწილე არის სანდრო მაცულა რომელიც ახლა ჩვენს და რომელთან ქუში ინტერვიუ ჰქონდა სხვათა შორის აი ჩვენი რედაქციის ჟურნალისტებს რა მოსაზრება ჰქონდა ზუსტად ის დაგვიფიქსირა სანდრო მაცულამ და ჩვენ აღტაცებით გადავხედეთ ერთმანეთს ანუ არ იყო ინტერი აქ ნახოთ სკიტიშვილის შეტევა ირკოელია ჩაწოდება არა დეროსი აი კლასიკური საგუდენი მესამე ცენტრალური მცველია როცა დაჭერდება იტალიაში შაშიაშვილი კანკავა წინვარეს თამაშობს სკიტიშვილი ირკოელია ვიცა შეთვის მაგრამ კანავარო წამოეყარა ნუ კანავარო როდის მივდა რომ ეს პასი გაკეთებოდა წაიკითხა სანამ ჯერ მე მგონი სკიტიშვილს ჰქონდა ბურთი მაშინ სანამ გადაწყვეტა და სკიტიშვილი პასის გაკეთებას კანავარო წამოვიდა და რაც შეეხება ამ კატენაჩის მაცულამ თქვა რომ ეს არის ჟურნალისტების მიერ მოგონილიო ალგაცია ნახეთო მოყოლას აუტი ვინაიდან მაშინდელი ინტერი უფრო შეტევას თამაშობდა ვიდრე დაცვასო ჩამოთვალაკიდეთ ეს ლეგენდარული ფეხბურთელი და ფეხბურთელები თქვა რომ როდესაც ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი შველი ფაკეტი იყო რომელ დაცვით თამაშზე მესაუბრებით დარტყმა კარიდან კატენაჩო სანდრო მაცულას აზრი რა თქმა უნდა გამიგასწორია მაგრამ თელესოფია კატენაჩოს ეძახის და იტალიური ბეტონი იყო ასეთი ცნება არა იყო ჩვენო ერთი სეზონში 7 თამაში ეგეთ თამაშებით მაგრამ 25 შემტევს თამაშებით და რატომღაც ყველას დაამახსოვრდა ეს კატენაჩო იმიტომ რომ ახალი სიტყვა იყო ფეხბურთში როდესაც ორი ცენტრალური მცველის კოპერების წინ კიდე ლიბერო თამაშობდა ან მერე შემდეგ უკან დაიწყე ლიბერო ახლა დენე ლიბეროსი არის ფაქტურად მესამე ცენტრალური მცველი იტალიის ნაკრებისთვის როგორც კი დაჭერდება კანავაროსთან ერთთან დადგება და ითამაშებს იმ ფეხბურთს რაც იმ მომენტში იტალიას ფეხბურთი. მაგრამ მე არ გამოვიწყდება იტალიის ნაკრების ნახევარფინალური მატჩი გერმანიასთან საოცრება იყო იტალიელების თავდადება, თავგანწირვა და იტალიელების ოსტატობა, როგორც შეინარჩუნეს
100 წუთამდე 0-0 და შემდეგ არ მიიყვანეს საქმე ბოლოებში 14-იანი და აი გახსოვს 14-იანი. შაშიაშვილი იწყებს შეტევას, კანკავა ცკიტიშვილი მოედნის ცენტრში უკვე 7 თამაშობს ჩვენი ფეხბურთელები, თუმცა ცკიტიშვილს წაართოს მუქი, კარგად თამაშობს დეროსი. კამორანეზის მისამართით თროგუსტი არ იყო ეს პასი. ვერ გასცა შაშიაშვილს კამორანეზი აუტი. კამორანეზი არ არის აქტიური ჯერჯერობით. ჯერჯერობით არ არის, საერთოდ მარჯვენა ფრთიდან არ აქტიურობენ რაღაც იტალიელები, იქეთ ჰქონდათ აქცენტი გადატანილი დინატალეზე. მარჯვენა ფრთაზე მოკლედ წესით სიმენა პეროტა უნდა თამაშობდეს, მაგრამ ამას უფრო ცენტრისკენ არის კამორანეზიც უფრო ცენტრისკენ არის, ამიტომაც მასიმო ოდოს იქ მარჯვენა არავინ არ პასუხობს და უძველო შეტევა და ოდო ჩაერთო შეტევაში კარგად თამაშობს პირველია. ეს ყველა ეპიზოდი, როდესაც არის საშუალება კონცენტრირების ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კალაძე წინვალე პასი კანკავას ცოტა ადრე მიიღო ბუთი 1-1 34 წუთი მატჩისა დეროსიმ გახსნა ანგარიში და შაშიაშვილმა ულამაზესი დარტყმა გაათანაბრა პარტნიორი ბუნებრივია ნერვული პარტნიორი და ინიცის რა არის ევროპული ფეხბურთი კაიზერსლაუტერნის ისტორიაში არის საუკეთესო ბომბარდირი რამდენ სპიცვალტერიდან დაწყებული შესანიშნავი თავდამსხმელები ყავდა ყოველთვის ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გუნდს გერმანიაში კაიზერსლაუტერნის და გენდე საუკეთესო ბომბარდირი ამ გუნდის ისტორიაში გახლავთ კლაუს პორტნოლერი დეროსის მჭიდროდ ეთამაშებიან მენჩესტერში ეთამაშა ძალიან კარგად ნესტა პასი არ მიცა ინესტა წამოვიდა წინ ძალიან კარგია წინ პასის საშუალებას რო არ ვაძლევთ ნუ გვერდზე ითამაშონ არ არის პრობლემა ლუკატონი ძალიან საფრთხო საფრთხო დინატალე თამაშგან მდგომარეობაში იყო ისეთ უნდა დავაფიქსიროთ კი მაგრამ თანამედროვე წესებით ამ დროს თამაში არ შეიძლება ნახოთ განმეორებით რამდენით აცდა ბურთი კარს ტონი შემოbrunებით წყინვალეთ დაარტყა და ნუ აქ კარში რო წასულიყო ახლა აღარც ღირს ამაზე საუბარი გადავჭი ლუკატონი მიუხედავად მისი სიმაღლისა მიუხედავად მისი თითქოს და მოუხეშავ აი წყინვალე ფეხბურთელი ორ ფეხბურთელს კი გაცდა მაგრამ შემდეგ უკვე მასიმოდოსთან გაუჭირდა იტალიური დაცვა დინა პატენაში ოძახოთ დინა ბეტონი იტალიაში 14 წლის ფეხბურთელი თუ ხარ და ორიენტირებული დაცვაზე აკადემიები და დამთავრებული და საფრთხო მომენტი ჩვენს კართან ტონი გადავრჩით კიდევ ერთხელ გადავრჩით კალაძე იქ უკვე გადავიდა თავის პარტნიორებს დაცვაში ტონიმ გვაპატია ერთხელ ეფექტური დარტყმით ახლა კი 100%-იანი მომენტი გაუშვა მან ხელიდან ნახეთ მარტო იყო კალაძე ორ იტალიელთან ლომაიაზეც უნდა ვთქვათ რომ დროულად გამოვიდა კარიდან შეამცირა კუთხე მაგრამ ტონის რომ კარგად ეთამაშა 19-იანი დაგვიწყა ტონიმ და აცილე უნდა ნახოთ როგორ განიცდის ამას ყველაფერს სანდრო მასოლა მაგრამ სანდრო მასოლას ჩამოსვლა მანდამაინც არ მწყენია რაღაც დაგიმალოთ იმიტომ რომ პირველად სანდრო მასოლა როდესაც იყო ჩამოსული 1977 წელს შემოგვიყვანა ინტერში მილანში ინტერთან 1-0 ქონა მოგებული აქ ფრედ 0-0 ვიტა როგორ არ ვახსენო დღეს ისეთი დღეა აუცილებლად უნდა ვახსენო დავით ყიფიანი იმ გოლის ავტორი ფაკეტ ყიფიანის დუელი გახსოვთ ყველას პირველი ქართველი რომელმაც იტალიელთა კარში გოლი გაიტანა სან-სიროზე მოუგო ინტერს და შემდეგ აქ 0-0 ვითამაშეთ მაშინაც ჯანდებოდა ბატონი სანდრო მასოლა სხვათა შორის მაქსიმუმ არ იცოდა რომ ყიფიანი უკვე გარდაცვლილია და მან იკითხა სად არისო დათა ყიფიანი და როდესაც გაიგო ძალიან შეწყვიტა მარკო ტარდოლის ჩამოსულია ჯანი რივერა ლეგენდა იტალიური ფეხბურთის და ეს ძალიან საინტერესო ლუიჯი რივაც სკოლაში დაკლავ ლუიჯი რივა ნაციის ბომბარდირი როგორც მას იტალიელები ეძახდნენ საერთოდ იტალია და ფეხბურთის არის განუყოფელი ცნობები ამის შემდეგ ამის თაობაზე ჩვენ ფოტოხანში ვისაუბრებთ სახიფათოა იტალიელი შეტევა დინატალე ეს ტექნიკური ფეხბურთის საერთოდ სერიაში არა ხო ბუთი მენჩესტერში არა რაოდენობრივად ვინძლავრეთ და ავართ დინატალეს და ყურადღება და ყურადღება კანავარო უკან უბრუნოს ბუფონს იქვე ითხოვს გადაცემას ნესტა ოდო აქეთ იხსნება არა გადააწოდა ბუთი დეროსის წინ კამორანეზი გაუტარა პეროტა არაგისტი პასი კალაძე არა პეროტა ფორმაში არის სკიტიშვილმა ცხინვალე დაუარა ბედი დეროსის და მიიწევს წინ გადავიდა მეტოქის ნახევარზე
არა, კვირკველია შეჩერდა და ეს პასი უკვე არაზუსტია. არა და კარგად იარა ცკიტიშვილმა, ჩვენიურად დაახლოებით 20-25 მეტრი. ფინტიც კარგი გაუკეთა დეროსის. დინატალე, აი ეს გადაცემა დიაგონალური მთელი თამაში კარგად მოატყუა ახლა ხიზანიშვილი ჩაწოდება შაშიაშვილი თამაშობს თავით. ანუ დინატალე და მარცხენა ფრთა პრობლემაა. იტალიის შეტევის მარცხენასთან მარჩვალაძე, ნახოთ იქნება თუ არა იგი პრობლემა იტალიელთა დაცვისთვის. დეროსი მის წინააღმდეგ. შეიძლება აქეთ მარცხენა თამაშის გადმოტანა არა. დავაგვიანოთ იტალიელები უკვე. არა, არ გაციან არა, იტალიელები ეს შეერებას. იტალიელები თუ ეთამაშე ტემპით უნდა ეთამაშე შეტევაში, თორე დადგავა 6 კაცი უკანა დამთავრებული ერთ-ერთი იტალიელების მეთქებელი იშვიათად მოდი. ტონი გააქტიურდა ძალიან. ახლა ტონის ზუსტი პასი გაეკეთებინა, დინატალე ერთ-ერთი რჩებოდა და დავიღებოდა. დინატალე არ გვაპატიებს, რაც ტონი გვაპატიებდა. კანკავა გულით. ახლა ალბათ გამშვიდებაა თამაშის საჭირო 7-5. ოდნავ ნაკლები პირველი ტაიმის დამთავრებამდე არის ფეხბურთის ცნება ანგარიშის დაცვა, შესვენებაზე კარგი შედეგის წაღება. აუცილებლად შესვენებამდე როგორმე ამ შედეგით მოიწონა წავიდეთ. ახლა დაყრუდაცვაში ჩადგომა ჩვენ არა, ყურადღებაში, მაგრამ ხილად უნდა ვიყოთ. აუცილებლად. მით უმეტეს შეცდომა არ უნდა დაუწყო. ქართული ფეხბურთის სცენის უკანასკნელ ხუთებზე ბურთების მიღება რა თქმა უნდა ყველას უნდა ახსოვოს. ერთი ბურთი ვაკეთებ სოფლიო ჩემპიონ იტალიელზე. საკმარისია, შესანიშნავი საფრთხე, მოგზავნით, მიიღეთ საფრთხე და ახლა იტალიაში ხდება. დარტყმაკარიდან თამაშ ჯან ლუიჯი ბუფონი განაახლებს. დონადონი მაინდამაინც არც შეშფოთებული, არც მშვიდი, მაგრამ მის გულში რომ სიმშვიდე არ არის ეს ფაქტია. ოდო ნესტა დეროსი ისევ დინატალე ზიანთელი თამაში აწყობილი ერთ ალბათ მოსალუგნელიც იყო საოცრად მიტოვებული ფეხბურთელია. რადგან არ შემიძლია არ აღნიშნა ხარ შეიძლება ასე კამერანების შეტევა ნახო და მე მინდა გითხრათ რომ შესაძლოა განაცხო ჩაწოდება მარცვალაძე ჩამოვიდა თქო დასახმარება გრძელდება შეტევა იქ ძამბროდა შემდეგ პირველ უკანა ბრუნებს დეროსი კიდე და ყავს არაცალა კვირკველია და კონტრიერის შანსი გვაქვს. ნესტა განავარდებს. ვახტა ეს ახალი სტადიონი გაჭედილი ტრიბუნა მშვენიერი გაზონი აი იკამერანეზის ფილტის მშვენიერი იყო ყველაფერი ეს არ არის თამაშგარი დინატალები იყო არ იყო არა თამაშგარი ჩაწოდება ტონი კუთხური აი ყველაფერი ერთად ჭრიანობაში არის სასწაულის სანახავი მით უმეტეს შენი ნაკრები თამაშობს სოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ და არ აგებს თამაშს ულამაზესი სანახაობა შესანიშნავი საფრთხეა ყველა ალბათ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს განახლებული სტადიონი და გოგის ფეხბურთი რომელშიც საქართველოს ნაკრები თამაშობს ძალიან საფრთხეა კანავარო ახლა ისევ არა და განვარქვით მაგალითს ლევან ძალიან მიხარია რომ შოტლანდიელები ჩამოვლენ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შოტლანდიის ნაკრები თავის ხასიათით თავისი ფეხბურთელების თავისი ისტორიით თავის ტრადიციებით ჩვენც მოგვიწევს ტრადიციული მეტოქე უკრაინა თამაში ჩვენი ტრადიციული მეტოქე უკრაინა საფრანგეთი იტალია უკეთეს ვერ ვისვრა ალბანეთში სიარული მე მგონი ფეხბურთელებს კი არა შენს მოგდოდა თავის დროზე დინამოში რომ ვიყავი და ტირანაში რო გიწევდა ყოველთვის ჩასვლა არ გინდა ფეხბურთელები ხუმრობდნენ აქ სახლები რომ იყიდეთ უფრო იაფი დაგვიждდება შეიძლება ვიდრე სასტუმროში შოქი მთვარევლაზე მოდი ერთ სახლი ვიყიდეთ ტირანაში ინდოჯერ აღარ მინდა ეს გაუთავებელი აღარ შესანიშნავი გუნდებია შესანიშნავი დონის ფეხბურთია ჩვენც მზათავარ სტადიონი გვაქვს ყველაფერი წესრიგშია კუთხური იყო კი კუთხური იყო და ვერ დაინახა ლაინსმენმა აქედან გამომდინარე ბუფონი ჯან ლუიჯი ბუფონი თბილისში დეროსი ორი ბურთი აქვს ბუფონს გაშვებული თბილისშიც და რუსთავშიც იქ ახალგაზრდებში აქ უკვე მეორედ დაუშვა გოდი ერთხელ გაუტანა გახორკიძე მოგვანთ საპირისპირო პასში იმედი გვაქვს რომ დღესაც საპირისპირო პასში კიდევ გაუშვებს გოლს სკიტიშვილი შაშიაშვილი გოლის ავტორი შაშიაშვილი უნდა ვაღიაროთ რომ პირველ ტაიმში საუკეთესოა გოლი შაშიაშვილი ახლა ნახეთ პირველ თამაში
არა მარტო გოლის გამო ისედაც დაცვაშიც კარგად კარგად გოლის აგურისახელი არა მარტო გოლის გამო მაგრამ აგერ კიდევ შეშიშნა იაქტიურა ლევან გუჩეს დაცვის ცენტრში რაღაც დაგიმალო მე რამდენი ეპიზოდია გავიხსენებდი საბოლოო მომენტებში ცოტა გუჩეს დაცვის ცენტრში მთავარია გაუძლოთ ამ დათვალას აიმი მაინც დავამთავრე და მე რაღაცას იგანახებს ბატონი ტექნოლოგია თავარია გაუძლოთ რომ გაგუჭირდებოდა ამისთვის ალბათ ჩვენ კი არა ფეხბურთელები და საერთოდ ყველა კომაგი არა კომაგი ყველა მზადია ახლა ის ხაზი მქონდეს ცენტრში ასათიანი კობიაშვილი შოფარველაძე განაცხადა რა მიწოდებოდა ახალ ეს მინდა ვემუქრებით მაინც სოფლიო ჩემპიონები არიან მაგრამ გაჭირვებით გაგვიჭირდეს თავარია კარგი შედეგით დავასრულოთ ლომაია არ ჩქარობს დონადონი ალბათ ჩქარობს იმიტომ რომ საათზე იყურება შესაძლოა აქ უკვე ლომაია და ხელმა ვერ გაუვიდეს თუმცა კამოვანეზინაც არასდროს ითამაშა ხიზანეიშვილმა ჩაჭრა პასი ცკიტიშვილი ბავშვი ცკიტოსაც გამოყოფთი მე ძალიან კარგად თამაშობს გამოწომ არ გაუშვია ცკიტიშვილის დანეს საერთაშორისო ფეხბურთი ის დაჭერა რასტები პირველია უნდა აიღოს თავისთავად თამაში შეუძლია აქტიურია ტექნიკურია სწრაფია მარცვალაძე არა ეს აშოთია საჯარიმოში მიიღო ბურთი მარცვალაძე ეხმარებოდა ასე აქეთ თუ არის ერთადერთი მარცვალაძე ვის შეაწოდეს ის კანკავათიან დარტყმა შეიძლება აული მარცვალაძე დარტყმა ნუ გვაპატიებთ ალბათ ამ ემოციებს ტაიმი უნდა დაგვიმთავრებინათ თქვენ სასარგებლოდ დარტყმა უნდა დაახტო ნახოთ კიდევ ერთხელ კარში უნდა აბაკანკავა ისევ მარცხენა ფეხით ინუალე ვერ გაინძრა ბუფონი აქ ნახოთ მარცვალაძემ რაკნა დაამატა არა ეს დარტყმა არასუსტი იყო არა არ გაგვიმართლა მაგრამ ალბათ სოფლიო ჩემპიონი ალბათ გაგიმართლოს ამას დამსახურება უნდა დავიმსახურეთ ეს გოლი გასულიყო და მეორე ტაიმი 2-1 დაგვეწყოთ არაუშავს ალბათ თქვენ ვაპატიებთ ამ ემოციებს თქვენ ამოხდით როგორც ჩვენ აი ესე ვიდეო არჩი და საყვედურობდნენ ვახტანგ სერიას რეპორტაჟების ემოცია არ იყო და ვიჩენცათვის დამეჭირა მხარი თუ რეჯინასთვის არა სულ სხვა რა თქმა უნდა ეროვნული მატჩის კომენტირება და ის ემოციები მართლაც არც არავინ დაგვძრახავს. აი ნახოთ კიდევ ერთხელ ეს მომენტი. არა, ხიზანიშვილს დაურტყია. საოცარი ეპიზოდია, ნუ. საოცარი ეპიზოდი იყო. იქ მე ხარ აზავაკი ლევან განმორიცხი შეიძლება და ბუფონს მოხდები იყო ბუთი და უკან შესულიყო. ისეთი ტრაექტორით წამოვიდა, არ გაგვიმართლა. არა, უკვე გოლი მეგონა. არაუშავს ორი თერთის მაგილად ერთი ნუ იქ ლუკატონიმ გვაპატია ორჯერ აქცენ ვაპატიეთ აი ხა ეს ჯარიმა როგორმე ჩამთავდეს წნარად და ერთი გავაგზავნოთ მეორე ტაიმი ილო ეს იტალიური ხდებიან ამაზე ნახე ჩამოსულიან მთელი იტალიის ნაკრებები ვაკაციასაც ვერ მომოიდონ ახლოს დგანანი ილოს ოსტატობა იმაშია რომ 19-ზე იქნება თუ 7-ზე შეუძლია გადააცილოს ვიცი არ არის პრობლემა იქ კანავაროა ძალიან საშიში ცენტრში დაიკავა ის პოზიცია იტალიელები საჯარიმოში ჯაჯგურის სპეციალისტები არიან ამოწყილი ფეხბურთელები აი აქ რა ხდება ყვითელი ბარათი ვის სკიტიშვილს ყვითელი ბარათი სულიკურად არის ეს საჭირო 9 მეტრიანს მოითხოვდა იქ ინგლისელი არბიტრი და ამის გამო მიიღო. არავის არ მოუთხოვია ცკიტიშვილისთვის რომ უკან გაწეულიყო. ჩაწოდება. ხიზანიშვილი თამაშობს თავით მოიგერია ბურთი კუთხურზე. ბოლო ეპიზოდის გმირი ხიზანიშვილია. იქ ძელი აქ თავით გამოტანილი ბურთი ერთით და პირველ ტაიმი დასრულდება. ხო აი 20 წამი დარჩა პირველ ტაიმის დამთავრებამდე, ორი თითი დაამატა შეხვედრის არბიტრმა მაიკ რაილი, მაგრამ ეს ფეხები დაგვირიგა, ნუ ეს ბოლო გაუგებარი ფეხები იყო, ბატონო, ფინალს ვეთანხმები. ძალიან საკიფათოა, ლომაია უნდა იყოს აქ. მომზადებული პირლო. სრუმოძრაობა ერთი მეორე ალაძე იყო წინ. არა, ოდომ დაარტყა ბურთი. ოდომ დაამთავრა პირველი ტაიმი. მივესალმებით ოდოთ ამ დარტყმას, ნუ კიდევ იმ ემოციის გავლენის ქვეშ ვართ ლევან ძელი. საოცრებაა. დასრულდა პირველი ტაიმი, დასრულდა იგი
1-1 დაგვამახსოვრდა 2 ცაცია დარტყმა ქართველი ფეხბურთელების შესრულებით, 1 გოლი გიორგი შაშიაშვილმა გაათანაბრა ანგარიში კი გახსნა დეროსი. მე მგონი შევისვენოთ რამდენიმე წუთი და ყველა წუთი ხდება შესვენება. იმედით